7 სექტემბერს ფესტივალის ფარგლებში წინანდლის მუზეუმში ირაკლი გამრეკელის გამოფენას გაიმართა. თეატრისა და კინოს მხატვრის, ფერმწერის, გრაფიკოსის, ქართული ავანგარდული სცენოგრაფიის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებლის ნამუშევრების დათვალიერება წინანდლის სტუმრებს 1 თვის განმავლობაში შეეძლებათ. გამოფენა ეძღვნება ირაკლი გამრეკელის დაბადებიდან 130 წლის თავს. ძალიან მიხარია, რომ ირაკლი გამრეკელის გამოფენა ჩვენთან მუზეუმში მოეწყო. ამისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი როგორც რუსთაველის თეატრის მუზეუმს, ისე ჩვენს მარიამს, გაკაბაძეს, რომელმაც მოაწყო ეს ყველაფერი. ირაკლი გამრეკელის შესახებ მე ალბათ ძალიან ცოტა რამეს ვიტყვი, იმიტომ რომ ჩემი შეფასება არ სჭირდება ესეთი დიდი სცენოგრაფია და ფუძემდებელია ფაქტიურად ქართული თეატრის სცენოგრაფიისა ირაკლი გამრეკელი. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გამოფენა თავის პატარა მაკეტებით, ამ არაჩვეულებრივი ექსპოზიციები ყველაფრით, რაც აქ წარმოდგენილი არის, ჩვენი დამთვალიერებლისთვის, რომელიც ძალიან მრავლად გვყავს და ძალიან ხშირად სტუმრობს ჩვენს მუზეუმს, კიდევ ერთი ძალიან დამატებითი სიხარული და ბედნიერება, აი ასეთ შემოქმედებას, რომ შეიძლება ადამიანი, ასე ვთქვათ, ეზიაროს აქ ჩვენთან მუზეუმში. ამიტომ მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ჩვენი უკვე შემოდგომის სეზონი გაიხსნა ირაკლი გამრეკელის გამოფენით და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო გამოფენა იქნება ჩვენს მუზეუმში მოწყობილი. მინდა მოგახსენოთ, რომ ეს ახალი სივრცეა, რომელიც მასპინძლობს ირაკლი გამრეკელის ამ ექსპოზიციას. ირაკლი გამრეკელის საიუბილეო თარიღი იყო 130 წელი შეუსრულდა დიდ სცენოგრაფს, რომელიც თავად ნამუშევრები ყველაფერს ამბობენ, ის ვინ იყო. საბედნიეროდ ირაკლი გამრეკელსა და სანდრო ახმეტელს ერთად მოუხდათ ეს მუშაობა, მათ ეპოქა შექმნეს ქართულ თეატრში და წარმოდგენილია როგორც სანდრო ახმეტელის პირველი სპექტაკლებიდან, აი ზაგმუკი მაგალითად ირაკლი გამრეკელის ნამუშევარი, ასევე უკვე მისი საუკეთესო როგორც ახმეტელის, ესევე გამრეკელის ერთობლივად დადგმული და გაფორმებული სპექტაკლის ყაჩაღების როგორც ესკიზი, ასევე მაკეტები. მინდა მოგახსენოთ, რომ ეს უნიკალური მასალა, ფასდაუდებელი მასალა, რაც მეტი მაყურებელი ნახავს და რაც მეტი დამთვალიერებელი, ეს ძალიან კარგი იქნება. ვათვალიერებ და კიდე ერთხელ თვალნათელია. აი 20-იანი წლები ძალიან საინტერესო პერიოდია, 30-იანი, აი 40-იანი წლებიდან უკვე ეთყობა როგორ იცვლება სოციალისტური რეალიზმის პერიოდში მისი ნამუშევრები. ეპოქას უდიდესი გავლენა კულტურაზე საერთოდ.